დედამიწა ერთი შეხედვით უკვე დიდი ხანია შესწავლილია. ჩვენ გვაქვს თანამგზავრები, რომლებიც ნებისმიერ ეზოს კოსმოსიდან აკონტროლებენ და რუკები, რომლებიც ყველა ბილიკს გვიჩვენებენ. თუმცა არსებობს წერტილები, სადაც ცივილიზაციის პროგრესი ჩერდება. წერტილები, რომლებიც რუკაზე მხოლოდ თეთრი ლაქებია. დღეს ჩვენ ისეთ ადგილებში ვიმოგზაურებთ, სადაც ჩასვლა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არა მხოლოდ შეუძლებელი, არამედ სასიკვდილოა. იქამდე სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, დაუჭირეთ მხარი არხის განვითარებას მარტივად. უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომატს და დღეს გესაუბრებით დედამიწის 20 აკრძალულ ზონაზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფაქტებით. მე-20 ჩრდილოეთ ძმის კუნძული. ნიუ-იორკის შუაგულში მდებარე ეს მიტოვებული კუნძული ოდესღაც საკარანტინო ზონას წარმოადგენდა. სწორედ აქ იყო იზოლირებული ცნობილი ტიფიანი მერი. ეს არის მეცახელი მერი მალონის, რომელიც იყო მუცლის ტიფის პირველი ცნობილი უსიმპტომო გადამტანი აშშ-ში. მოგვიანებით კუნძულზე ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, თუმცა 1960-იანი წლებიდან ის სრულად დაიხურა. დღეს ტერიტორია ფრინველთა ნაკრძალია და იქ ფეხის დადგმა მკაცრად აკრძალულია. შენობები ნელ-ნელა ინგრევა და ტყით იფარება, რაც ადგილს პოსტ-აპოკალიპტურ ელფერს სცენს. ნებართვის გარეშე კუნძულზე მიახლოება სოლიდურ ჯარიმას ან დაპატიმრებას ითვალისწინებს. მე-19 ჰერდის კუნძული. ეს ადგილი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე შორეული წერტილია, რომელიც ანტარქტიდასა და მადაგასკარს შორის მდებარეობს. კუნძული თითქმის მთლიანად ყინულითაა დაფარული და მასზე დომინირებს 2,7 კილომეტრის სიმაღლის მოქმედი ვულკანი ბიგ ბენი. ავსტრალიის მთავრობა აქ შესვლას მკაცრად ზღუდავს არა მხოლოდ იზოლაციის, არამედ ექსტრემალური ამინდის გამო. აქაური ქარები და ყინულოვანი შტორმები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამიტომ კუნძული მხოლოდ პინგვინებისა და სელაპების სამფლობელოდ რჩება. მე-18 მორგანის კუნძული. სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან მდებარე ეს კუნძული ერთი შეხედვით 60-ს ჰგავს, თუმცა რეალობა ბევრად საშიშია. აქ ცხოვრობს 4000-ზე მეტი რეზუს მაკაკა, რომლებიც 1970-იან წლებში სამეცნიერო კვლევებისთვის პუერტო-რიკოდან გადმოიყვანეს. მაიმუნების უმრავლესობა B-ტიპის ჰერპესის მატარებელია, რაც ადამიანისთვის სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. კუნძულზე ფეხის დადგმა კანონით აკრძალულია, მხოლოდ მეცნიერებს აქვთ უფლება დისტანციურად დააკვირდნენ პოპულაციას. 17 ნიჰაუ. ჰავაის არქიპელაგის ეს კუნძული 1864 წლიდან რობინსონების ოჯახის საკუთრებაა. მფლობელებმა პირობა დადეს, რომ დაიცავდნენ ადგილობრივ კულტურას გარე სამყაროს ზეგავლენისგან. კუნძულზე არ არის ელექტროენერგია, ინტერნეტი და გზები. იქ მცხოვრები რამდენიმე ასეული ადამიანი მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობს. ტურისტებისთვის შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია გარდა იშვიათი და ძვირადღირებული ვერტმფრენის ტურებისა. თუმცა ადგილობრივებთან კონტაქტი მაინც აკრძალულია. მე-16 პოვეგლიას კუნძული. ვენეციის ლაგუნაში მდებარე ეს კუნძული ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაწყევლილ ადგილად ითვლება. შუა საუკუნეებში აქ ჭირის მსხვერპლებს ასახლებდნენ და წვავდნენ. მოგვიანებით კი კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნეს, სადაც პაციენტებზე არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. დღეს კუნძული მიტოვებულია და იტალიის მთავრობა იქ ტურისტების შესვლას კრძალავს. ამბობენ, რომ კუნძულის ნიადაგის 50% ადამიანის ფერფლისგან შედგება. მე-15 სურტსეი. ეს კუნძული მეცნიერებისთვის ნამდვილი ლაბორატორია ღია ცის ქვეშ. იგი 1963 წელს წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. მასზე ადამიანის შესვლა აკრძალულია, რათა არ მოხდეს ბუნებრივი ეკოსისტემის დაბინძურება გარეშე ბაქტერიებით ან თესლებით. კაცრი კონტროლის მიზანია დაინახონ თუ როგორ იკავებს სიცოცხლე ახალ მიწას ადამიანის ჩარევის გარეშე. ერთხელ მეცნიერებმა იქ პომიდორი აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი მკვლევარის მიერ დატოვებული ნარჩენისგან გაიზარდა. ის მაშინვე გაანადგურეს. მე-14 ჩერნობილის გამორიცხვის ზონა. 1986 წლის კატასტროფის შემდეგ ატომური სადგურის გარშემო 30 კილომეტრიანი ზონა შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე ტურისტული ჯგუფები დაიშვებიან, ზონის დიდი ნაწილი განსაკუთრებით წითელი ტყე კვლავ მომაკვდინებელ რადიაციას შეიცავს. აქ შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია. ბუნებამ აქ ქალაქები უკვე შთანთქა, თუმცა მიწა კვლავ ათასობით წელი დარჩება საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩერნობილის შესახებ უკვე მიდევს ვრცელი ვიდეო არხზე და შეგიძლიათ უყუროთ. მე-13 ფანგარის ციხესიმაგრე.
რაჯესტანის შტატში მდებარე ეს მე-17 საუკუნის ნაგებობა ოფიციალურად აღიარებულია ინდოეთის ყველაზე დაწყევლილ ადგილად. ინდოეთის არქეოლოგიური სამსახური იმდენად სერიოზულად ეკიდება აქაურ ანომალიებს, რომ ციხესიმაგრის შესასვლელთან გამოგრულია მკაცრი გაფრთხილება. ნებისმიერი აქტივობა მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე აკრძალულია. ლეგენდის თანახმად ციხე ქალაქის შავმა მაგიამ დაწყევლა, რის შედეგადაც მოსახლეობა ერთ ღამეში გაუჩინარდა. ადგილობრივებს ჯერათ, რომ ვინც აკრძალვას დაარღვევს და ღამეს ციხის კედლებში გაათენებს, იქიდან ცოცხალი ვერასდროს დაბრუნდება. თვითმხილველები საუბრობენ უცნაურ ხმებზე, ჩრდილებსა და აუხსნელ შიშზე, რომელიც ტერიტორიაზე სუფევს. პოლიცია მკაცრად პატრულირებს პერიმეტრს, რათა არავინ შეეწიროს ამ მისტიკურ და სახიფათო ლოკაციას, სადაც რეალობა და ლეგენდა ერთმანეთშია არეული. მე-12 ის ეს ტაძარი. ეს იაპონიის ყველაზე წმინდა შინტოისტური ტაძარია, რომელიც მზის ქალღმერთ ამატერასუს ეძღვნება. ტაძრის კომპლექსი ყოველ 20 წელიწადში ერთხელ იშლება და ზუსტად იგივე ფორმით შენდება თავიდან, რაც სიკვდილისა და ხელახალი დაბადების სიმბოლოა. ტერიტორია მაღალი ხის ღობეებითაა შემორტყმული და შიგნით შესვლის უფლება მხოლოდ იმპერატორსა და უმაღლეს სასულიერო პირებს აქვთ. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მხოლოდ ღობის მიღმა არსებული ბილიკებია ხელმისაწვდომი. მე-11 დიეგო გარსია. ეს პატარა კუნძული ფორმალურად ბრიტანეთის საკუთრებაა, თუმცა ის მთლიანად აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტს აქვს იჯარით აღებული. 1960-იან წლებში აქედან ათასობით ადგილობრივი მცხოვრები იძულებით გადაასახლეს. რათა აეშენებინათ სტრატეგიული ბაზა, დღეს კუნძულზე მხოლოდ სამხედროები და კონტრაქტორები იმყოფებიან. თვითმფრინავებსა და გემებს ტერიტორიასთან მიახლოება ეკრძალებათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული წერტილი, სადაც იმართება სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანშიც დღეს. მე-10 ვაროშა. ოდესღაც ვაროშა ხმელთაშუა ზღვის ყველაზე მდიდრული კურორტი იყო, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ისვენებდნენ. თუმცა 1974 წელს თურქეთის ინტერვენციის შემდეგ ქალაქი ერთ ღამეში დაიცალა. მას შემდეგ აქაურობა სამხედრო ზონად არის გამოცხადებული. შიგნით შესვლა ყველასთვის მკაცრად იკრძალება, ჯარისკაცებს აქვთ ბრძანება ნებისმიერ დამრღვევს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქში დრო გაჩერდა, რესტორნებში მაგიდები კვლავ გაშლილია, მაღაზიებში 70-იანი წლების ტანსაცმელი ჰკიდია, ხოლო მდიდრული სასტუმროები ნელ-ნელა ინგრევა. ვაროშა დღეს პლანეტის ყველაზე დიდი მოჩვენება ქალაქია, სადაც ადამიანის ნაცვლად მხოლოდ ქარი და ბუნება ბატონობს, ხოლო მისი ქუჩები სამუდამოდ ჩაკეტილია გარე სამყაროსთვის. მე-9 სვალბარდის გლობალური სათესლე ფონდი. ჩრდილოეთ პოლუსიდან სულ რაღაც 1300 კილომეტრში მუდმივი გაყინვის ზონაში კლდის სიღრმეში მდებარეობს ობიექტი, რომელსაც მსოფლიო განკითხვის დღის საცავს უწოდებენ. ეს არის კაცობრიობის უკანასკნელი იმედი გლობალური კატასტროფის, ბირთვული ომის ან მასშტაბური ეპიდემიის შემთხვევაში. ბუნკერში დაცულია მილიონობით სათესლე ნიმუში, დედამიწის ყველა წერტილიდან, რათა ცივილიზაციამ სოფლის მეურნეობის აღდგენა შეძლოს. საცავი აშენებულია ისე, რომ გაუძლოს რიხტერის შკალით ყველაზე ძლიერ მიწისძვრას და პირდაპირ ატომურ აფეთქებასაც კი. ის ზღვის დონიდან 130 მეტრზეა, რაც მას ოკეანის დონის მკვეთრი მატებისგან იცავს. შიგნით შესვლა უმკაცრესად კონტროლდება და მხოლოდ წელიწადში რამდენიმე დღითაა ნებადართული სპეციალური დელეგაციებისთვის. აქაური ცივი დერეფნები კაცობრიობის გადარჩენის საიდუმლოს ინახავს და უბრალო ადამიანებისთვის ეს კარი სამუდამოდ დახურულია. მე-8 გიუსუის კუნძული. ეს არის ვულკანური კუნძული, რომელსაც ფორმით კუს ამსგავსებენ. დიდი ხნის განმავლობაში ის სამხედრო ბაზას წარმოადგენდა და სამოქალაქო პირებისთვის ჩაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეული ტურისტული კვოტები არსებობს, კუნძულის დიდი ნაწილი და მისი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა კვლავ გასაიდუმლოებული და აკრძალულია. ეკოსისტემის დასაცავად დღეში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანს შეუძლია ნაპირზე გასვლა, სპეციალური წინასწარი ნებართვით. მე-7 ვატიკანის საიდუმლო არქივი. ეს არ არის მხოლოდ ბიბლიოთეკა, ეს არის 85 კილომეტრზე გადაჭიმული თაროების ლაბირინთი, სადაც კათოლიკური ეკლესიის 12 საუკუნის ისტორიაა დაცული. აქ ინახება ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა გალილეოს სასამართლო ოქმი, ტამპლიერთა ორდენის განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ 1891 წლიდან მეცნიერებს მცირე წვდომა მისცეს, არქივის უდიდესი ნაწილი კვლავ დახურულია. შიგნით შესვლა, თაროებს შორის გასვლა და დოკუმენტების დამოუკიდებლად ძებნა მკაცრად აკრძალულია.
მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე გამოაქვთ საჭირო ფურცლები. მე-6. ბოჰემური ჭალა. კალიფორნიაში მდებარე ეს 11 კვადრატულ კილომეტრიანი ტყე ბოჰემური კლუბის საკუთრებაა. ყოველ წელს აქ მსოფლიოს უმდიდრესი და გავლენიანი მამაკაცები იკრიბებიან. ტერიტორია გარშემორტყმულია შეიარაღებული დაცვითა და მაღალტექნოლოგიური სენსორებით. ამბობენ, რომ აქ წყდება მსოფლიო პოლიტიკის ბედი და ტარდება უცნაური რიტუალები. გიგანტური ბუს ქანდაკების წინ. ჟურნალისტებისთვის შესვლა კი შეუძლებელია. ნებისმიერი მცდელობა დაპატიმრებებით სრულდება. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მანჰეტენის პროექტს, ატომური ბომბის შექმნას. მე-5. ფორტ ნოქსი. კენტუკის შტატში მდებარე ეს ბაზა ამერიკის ოქროს მარაგის დიდ ნაწილს ინახავს. საცავი დაცულია მრავალტონიანი კარებით, რომლის კოდიც არც ერთმა ადამიანმა არ იცის სრულად. ტერიტორიას იცავს ათასობით ჯარისკაცი, ტანკები და ვერტმფრენები. მის გარშემო დამონტაჟებულია დანაღმული ველი და მოძრაობის დეტექტორები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკა ოქროს სტანდარტზე აღარ არის მიბმული, ფორტ ნოქსში დაცული 4500 ტონაზე მეტი ოქრო აშშ-ის ეკონომიკური ძლიერების სიმბოლოა. ფორტ ნოქსში შესვლა პრეზიდენტებისთვისაც კი რთული პროცედურაა. ისტორიის მანძილზე იქ შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო პირს მისცეს, ისიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. მე-4. ზონა 51. ნევადის უდაბნო შუაგულში მდებარე ეს ობიექტი 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი საიდუმლოს წარმოადგენდა. აშშ-ის მთავრობამ მისი არსებობა ოფიციალურად მხოლოდ 2013 წელს აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზა ფორმალურად საავიაციო გამოცდებისთვის გამოიყენება, კონსპიროლოგები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ აქ ინახება უცხო პლანეტური ხომალდების ნარჩენები და მიმდინარეობს არამიწიერი ტექნოლოგიების შესწავლა. ბაზის პერიმეტრი დაცულია უახლოესი სენსორებით, რომლებიც მიწის ვიბრაციას და სუნსაც კი აღიქვამენ. ტერიტორიას პატრულირებენ შეიარაღებული, usახელო დაცვის წევრები, რომლებსაც აქვთ მკაცრი ბრძანება, გამოიყენონ მომაკვდინებელი ძალა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც გამაფრთხილებელ ნიშანს გადაჰკვეთს. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ცნობის მოყვარეობა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ. მე-3. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული. ეს არის ადგილი, სადაც დრო გაჩერდა. აქ ცხოვრობს ტომი, რომელიც უკვე 60,000 წელზე მეტია იზოლაციაშია. ისინი ნებისმიერ უცხო ადამიანს მშვილდისრით და შუბებით ხვდებიან. ინდოეთის მთავრობამ კუნძულთან 9 კილომეტრზე მიახლოებაც კი აკრძალა. ეს კეთდება როგორც ტურისტების დასაცავად, ისე სენტინელების გადასარჩენად. მათ არ აქვთ იმუნიტეტი თანამედროვე დაავადებების მიმართ. ნებისმიერი მცდელობა ადამიანის იქ გადასვლისას სავარაუდოდ მსხვერპლით დასრულდება. მეორე. კუნძული კეიმა და გრანდი. ცნობილი როგორც გველების კუნძული, აქ ბინადრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი, ოქროსფერი კბილა. მისი შხამი ადამიანის ხორცს ადნობს. კუნძულზე გველების სიმჭიდროვე იმდენად მაღალია, რომ ყოველ კვადრატულ მეტრზე ერთი ქვეწარმავალი მაინც მოდის. ბრაზილიის ფლოტი კუნძულთან მიახლოებას ყველას უკრძალავს. გარდა იშვიათი სამეცნიერო ექსპედიციებისა და შუქურის მომსახურე პერსონალისა, რომლებიც იქ უმაღლესი დონის დაცვით შედიან. პირველი 721 რაზმის ნანგრევები. ჩინეთის ქალაქ ჰარბინთან ახლოს მდებარე ეს ობიექტი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ და შემზარავ ფურცელს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ იაპონიის იმპერიის საიდუმლო სამხედრო ქვედანაყოფი 721 რაზმი ცოცხალ ადამიანებზე წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს ატარებდა. ტყვეებს ყინავდნენ და მათზე ბიოლოგიურ იარაღს ცდიდნენ. ათასობით მსხვერპლიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. დღეს ტერიტორიის ნაწილი მუზეუმად არის ქცეული, რათა მსოფლიომ ეს ტრაგედია არ დაივიწყოს. თუმცა კომპლექსის გარკვეული ზონები და მიწისქვეშა ლაბორატორიების ნანგრევები კვლავ მკაცრად დახურულია და იქ შესვლა იკრძალება. აქაური კედლები დღემდე ინახავენ საიდუმლოებებს, რომელთა გაცოცხლებაც არავის სურს. აი ასე გამოიყურება ჩვენი პლანეტის აკრძალული რუკა. ზოგი ადგილი ბუნებამ ჩაკეტა, ზოგი კი ჩვენმა საკუთარმა შეცდომებმა თუ საიდუმლოებებმა. რომელ ადგილზე გსურთ ცალკე უფრო ვრცელი ვიდეოს ნახვა, დამიწერეთ კომენტარებში. თქვენ უყურებდით ფაქტომატს, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.